ვარ ანდრია კობაძე 7 წლის. სწავლობ სკოლა თაობაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთი და ცურვა. უკვე 1 წელია ვთამაშობ ლეს ჯორჯიაში. გყავს 2 კარგი მწვრთნელი. მე ვარ მარცხენა ნახევარმცველი. მოედანზე ჩემი მთავარი საქმეა გოლების გატანა. ჩემს კარიერაში მაქვს 10 გატანილი გოლი. 1 გოლი გამომივიდა ყველაზე ლამაზი. მომცე სპარსი კართან ახლოს ვიყავი და გავეტანა გოლი. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია მესი. საყვარელი გუნდია საქართველოს ნაკრები. ნაკრებში მინდა ვითამაშო 10 ნომერი. 6 წლის რო ვიყავი, მაშინ გადავწყვეტე ფეხბურთელობა. იქამდე მინდა და ვიყავი მცურავი. ცურვა მასწავლა ბაბუა. მე ყველაზე მეტად მიყვარს რომ ასე ცურავ. ძალიან მიხარია ბათუმში რომ ზღვა. სოფელში ბაბუამ და მამიკომ გამიკეთეს აუზი. სახლში ვცხოვრობთ მე, დედიკო, მამიკო, 2 და ბებია და ბაბუა. კიდევ მინდა მყავდეს 1 ძმა. ჩემი და არის 11 წლის და ქვია ნინო. ის არის ჭკვიანი, მზრუნველი და კეთილი. ნინო რო გაიზრდება, გამოვაფრენ ბურთი. მე მყავს ტუბის ცალი და ქვია ბარბი. ეს არის ძალიან კეთილი და მზრუნველი. ბარბი ალბათ გამოვა მხატვარი. მამიკო არის მშრომელი, ვაშკაცი და ჭკვიანი. დედიკო არის ლამაზი, თბილი და სულ მეხუთება. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული მაკარო. ჩემი ცოლი ყველაზე გებრიელად გამოაცხობს პიცას. ამ ეტაპზე შეყვარებული არ მყავს. ჩემი შესაფერისი გოგო ჯერ არ შემხვედრია. სულს რომ მოიყვანო, ვიქნები 37 წლის. შვილებს თავარქვამ ნიკოლოზს და ნიცას. ჩემს ცოლს თავარქვამ მარიამს. მე ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა. ყავს კარგი კლასელები და კარგი მასწავლებელი. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია გიორგი კახაძე. ყველაზე ჭკვიანია სარგი ანტონი. ყველაზე მშვიდია ნია. ყველაზე ცელქია დაჩი. მე ვარ ყველაზე კეთილი. ჩემი საყვარელი საგანია სპორტი. საყვარელი მასწავლებელია როსო აბუსელიძე. იმიტომ მხიარულია, მეგობრული და არკვირის. ეხლა მინდა რომ ვიყო 17 წლის რომ სკოლა დავამთავრე. 900-ზე მეწყება და მეზარება გაღვიძება. მე მიყვარს წიგნების კითხვა. ჩემი საყვარელი წიგნია შოკოლადის ქარხანა. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი სოფელს. დადასვენები ჯოხი რომ მქონდეს, გავხდებოდი მასზე მაგარი ფეხბურთელი. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ჩინეთში. წინა მონაწილემ დამიტოვა კითხვა. ვისთან ერთად გავუფრინდებოდი კოსმოსში. მე კოსმოსში გავუფრინდებოდი დემე გობაძესთან ერთად. ის არის ჩემი ბიძაშვილი და კარგი ბიჭი. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ კითხვა. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია ელექტროსკუტერი. ბედნიერება არის ფეხბურთი და დედიკოს ჩახუტები. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.